პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღი. შევიდეთ ბაღში, ვნახოთ რა ხდება შიგნით. ათას 1857 წლებში ამ ბაღში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ბაღი გამორჩეულია უნიკალური მცენარეებით. ეს ბაღი თბილისელების საყვარელი სასეირნო ადგილია. არაუშავს. აი ცნობილი აივანით, სადაც არის გადაღებული ქართველებისთვის საყვარელი კინო ქეთო და კოტე. ეს ის აივანია, სადაც კოტე უმღერის ქეთოს. ადრე აქ მეფის ნაცვლის რეზიდენცია იყო და ეს ბაღიც მეფის ნაცვლის სასეირნო ადგილი იყო. აი ესეთი ლამაზი მცენარეები არის ამ ბაღში. მოიცარ და მოგკეცი. ეს ბაღი ქალაქის ცენტრში ერთგვარი ოაზისია თბილისელებისთვის. რამდენად ხშირად ხართ ამ ბაღში? სამწუხაროდ იშვიათად, მაგრამ დღეს მოვხდეს თავისუფალი დრომაც და ვიცი რომ ხაერია შედარებით. სიწყბილი სიმშვიდე ზაფხულში კარგია, ზაფხულში უფრო ხშირად შემოვიდა. და ეს შენობა უხდება ძალიან ამ ბაღს. ისტორიული ადგილია, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა. ბაღის ბოლოს ესეთი შადრევანიც არის, მაგრამ ვინაიდან ახლა ზაფხული არ არის, შადრევანი არ ფუნქციონირებს. მყუდროებაც დაურღვიეთ ჩვენ აქ წყვილებს. ტურისტებისთვისაც მიმზიდველი სასეირნო ადგილია. ხშირად სტუმრობენ. კითხოს არ დაგვისვავ? კი, მოგწონთ ეს ბაღი? კი, რა ვიცი. რამდენ ხშირად, მაგრამ არა ზოგჯერ გამოდივარ და დასვენებად კარგი ადგილია. ბაღი არა მხოლოდ დიდებისთვის, არამედ პატარებისათვისაც საყვარელი გასართობი ადგილია. ზაფხულში აქ ბავშვები ჟრიამულია. ბაღი უსაფრთხოა და დაცული. ეს თბილისია. თბილისი შიგნიდან.